მოგესალმებით, ჩვენი სალექციო თემა იცვლილებები, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული, თავისუფალი და პიროვნებაზე ორიენტირებული სახელმწიფოს ასაშენებლად. ის ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში და მათი უმეტესი ნაწილი წარმატებით განხორციელდა. აქ არავინ საუბრობს სიღარიბეზე, უსამართლობასა და ვარამზე. სელფების თაობას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ სხვაზე უკეთესი გამოჩნდეს ინსტაგრამზე. აქ ყველა ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ სკამზე. ყოველი მეორე მოღალატე მამამზე. ქვეყანა გვემხობა თავზე როგორც მესამე რამზეს. ჩართე ტელეხიდი, ხვალია ხაზზე. ტელეშოუები გვასწავლიან ვიყოთ ლიბერალები, რომ ბიდერიც ადამიანია და დავხუჭოთ თვალები. მათი დაფინანსებისთვის მილიონებს ხარჯავენ, ამ დროს ყოველ მეორე სახლს ვიბუსის ვალები. ანტიქართულ პროპაგანდას რომ ეწევა მედია, საქართველოსთვის ზუსტადაც რომ ესაა ტრაგედია. შენ ახლა გესმის ჩემი ხმა და არა ვოისი, შვილო, ესაა თბილისი და არა ილინოისი. თუმცა აქაც გეცდება ხარისხიანი ბეტები, მაგრამ მაინც აღვერი და შალახუა ჰიტები. აბავის რა თუნდა აქ რეალობის დანახვა, ამაზე სულაც არ ფიქრობენ ვითომ ცელებრიტები. ზოგისთვის აქში მინები დღეს არის პრიორიტეტი და ეს რომ დააფიქსირონ აქტუალო პარიტეტი. არ მინდა რჩტატები, საჩექმების ეტიკეტი. კიკაია, მაგრამ სად არის ნეიტრალიტეტი? და არც იქნება მანამ სანამ ზაობენ ტრანსვესტიტები. გადანი თუ ძმანი მათი რომ მოუფინეს ტიტები. სანამ ქვეყნის სათავეში არ მოვლებს მოშიშები და არ ახდის მგმობი ხარბი ცელულიტები. მე მინდა კიდევ დაგანახო ჩემი გულის ნადები, ხო იქნება ახლა მაინც რომ აღმართოთ ბარიკადები. ერთმანეთის მიყოლებით ამოწურეს ვადები, გადახმა ვარდები და დაგვრჩა მარტო ესტაკადები. და ახლა ვცხოვრობ იქ, სადაც კაცი ცოცხლად მარხია, ქვეყანაში სადაც მხოლოდ ერთადერთი არხია, სადაც დემოკრატიას იჩემებს ანარქია, დაქილიკის ობიექტი პატრიარქია. აქაც ვითომ პარლამენტში ამოდენები ნებოხებენ, ცვალები თეთრი ჩექმებით, პლალები ხალხსუხებით. ზოგი ერთი გაჭირვებობს ვითომ რამეს ჩუქნის, ზოგი კი არ მეტახმება და ტყავის კამში ჩუქნის. ესე უფრო ლაითია, როგორც ფურვალება ბუხრის, თუმცა საზოგადოება ვეღარ უძლებს დუღილს. ვითხოვ კონსტიტუციაში ცვლილებებს მუხლის, პურის გურდის საჭალი ვანოს მუხს რომ უდრის. ჩემი საქართველო იბარებს სახსარებას, სოდოძე რომელიც ერთად გადაგვიტანია. ჩემი საქართველო იმსახურებს გახარებას, სოფლიო რომ უჭირავს ხები, ის ტიტანია. ჩემი საქართველო იბარებს სახსარებას, სოდოძე რომელიც ერთად გადაგვიტანია. ჩემი საქართველო იმსახურებს გახარებას, სოფლიო რომ უჭირავს ხები, ის ტიტანია. აქ არაფერი არ შეცვლილო, ცდება ვერ დამაჯერა, ესე რომ არ დამეწერა, ფესვება არ გამაჩერა. ატყო უარესია, ბევრად სად არის ამ დროს ბერა, იქნება ერთი ორი, ამ თემაზე ჩაეწერა, მაგალითად იმაზე თუ როგორ ყვავის ლარი. უახლოეს პერიოდში დავადეთ თუ ქსვეტი ვარიანტა იმაზე, რომ ქვეყანა საფრთხეშია, მიწები იკარგება და რუსია ფხაზეთშია. 160 ლარი არის დღემდე ისევ პენსია, თქვენ ამიდგინდა სოციუმა რომ გიწოდოთ მესია. ნახე შენი ოჯახი რომ ბროლის სასახლეშია, დედა საბერძნეთშია, მამა მონის დღეშია. ბავშვობა წაართვეს, მაგრამ ძველებურად ბავშვია, გაიზრდება ჯაშია, შენი კი ჰარვარდშია. მაგრამ მთავარი პრობლემა დღეს თუ იცით რაშია, ძალა ხალხშია და დღეს აქ ხალხშია. დაემუდა მქონდეთ შიში და რიდიმისი, მეტი არ გეშინოდეთ არაფრის და არავისი გაიქეცით ან მოიმარაგეთ კანაბის სეკვენთან უფრო მალე მოვა აპოკალიფსისი და იცოდეთ რომ პოეტია რა მარიონეტი და როცა ჩაუვარდება მასა ამისო მომენტი დადგება იქ სადაც სისხლიანი მდელოა, სადაც ანგელოზია, სადაც საქართველოა. ჩემი საქართველო იბარებს სახსარებას, სოდოძე რომელიც ერთად გადაგვიტანია. ჩემი საქართველო იმსახურებს გახარებას, სოფლიო რომ უჭირავს ხები, ის ტიტანია. ჩემი საქართველო იბარებს სახსარებას, სოდოძე რომელიც ერთად გადაგვიტანია. ჩემი საქართველო იმსახურებს გახარებას, სოფლიო რომ უჭირავს ხები, ის ტიტანია.